თბილისის კიდევ ერთი მაცხოვრებელი სულ ცოტა ხანში შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდეს. მარიამ კვესელაძე, რომელიც დროებით თავს მუხიანის დასახლების ერთ-ერთ დაუსრულებელ სახლს აფარებს, სოციალურად დაუცველთა სიაში ვერ მოხვდა. ქალბატონს, რომელსაც არავითარი საარსებო წყარო არ აქვს, საკვები პროდუქტით ამ დრომდე მეზობლები უზრუნველყოფენ. რას ამბობს მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჯინჭარაძე და რა პირობებში ცხოვრობს ქვრივი ქალბატონი თოდი ლოლაძე კი ამბობთ. აი ეს არის ჩემი საწოლი აქ მძინავს. დაძინება თუ შეიძლება და ჩვენი მთავრობა ესეთ სიტუაციაში დაძება მე არ ვიცი. 6 თვეა რაც მარინა კვესელაძე ვაზისუბანში ვარდისუბნის 8 ნომერში ნაცნობმა ადამიანმა დროებით შეიკედლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბინის მეპატრონეს ქირა ვეღარ გადაუხადა და უსახლკაროდ დარჩა. ნაქირავე ბინაში ცხოვრებისას ის სოციალურად დაუცველთა სიაში მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ბინის მეპატრონის კუთვნილი ტელევიზორი კომისიამ სახლში აღმოაჩინა. მე არ დიდი ენერგიით სავსე. მე ყველაფერზე ვიმუშავებ. არც სიკვდილი არ მინდა. რატომ მოვკვდე მითხარით, როცა შემიძლია ვიმუშავ და ვარჩინო ჩემი თავი. ფიზიკურად სამსახური არ გამოჩნდა. აი თქვენი მოთხოვნა რა არის? თავშესაფარი მომცენ, თავშესაფარი. უბრალოდ აქ ბეტონზე წოლა იმის ფულიც ხო არა მაქვს, რომ გადავწავიდე ექიმთან და დავუშვოთ ვიმკურნალო. მარინა კვესელაძე მერიისგან უკვე 6 თვეა რაც დახმარებას ითხოვს. მუხიანის რაიონის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გაჭირვებულმა ქალბატონმა მათ მხოლოდ სამსახურის თხოვნით მიმართა. მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში დავით ჯინჭარაძე უსახლკაროდ დარჩენილ მარინა კვესელაძეს საქმეში გარკვევას და დახმარებას დაპირდა. არჩევნებამდე რამოდენიმეჯერ წინასაარჩევნო ხალხთან შეხვედრის პერიოდში ყოფილა ჩემთან, მაგრამ უფრო ზოგად საკითხებზე დასაქმების კუთხით ვიცი რომ ქირით ცხოვრობდა, იყო უნდა სოციალური დაუცველთა ბაზაში მოხდარილიყო და ჩვენ მიმართულება მივეცით თუ სად უნდა ვისთან უნდა მიემართა და რა უნდა გაეკეთებინა. თლად ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ გავერკვევი ძირეულად მის პრობლემებში და ყველანაირად დავეხმარები იმ ადამიანებამდე ამ პრობლემების მიტანაში და ამ საკითხის გადაწყვეტაში, როგორც გითხარით, როგორც ჩემი შესაძლებლობები მომცემს ამის საშუალებას. მარინა კვესელაძეს ამ დრომდე საკვები პროდუქტებით და პირველადი მოხმარების ნივთებით მეზობლები და ნაცნობები ეხმარებიან. მე არ ვიცი თუ ამისნაირად გაჭირვებული კიდევ ვინმე იყოს. არ ვიცი. და ვეხმარებით რაც შეგიძლია ჩვენ მეზობლებს ჭამითაც და ყველანაირად. სარეცხია თუ რაღაც არის, შემოდის ჩემთან, რეცხავს, ფხნილია, საპონია რაღაცას ყველანაირად ვეხმარები. პროფესიით პედაგოგს ქვრივ ქალბატონს შესაძლოა სულ მალე ამ ბინიდანაც მოუხდეს წასვლა, რადგან ბინის მეპატრონე ბინის გაყიდვას აპირებს. 80 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნოდარ გიგაური გარდაიცვალა. ოპერების საორკესტრო და ვოკალურ სიმფონიური ნაწარმოებების ავტორი საგალობლებსა და საესტრადო სიმღერებსაც ქმნიდა. ნოდარ გიგაურმა ბოლო რამდენიმე წელი ბათუმში გაატარა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ კი გარდაიცვალა. ნოდარ გიგაურს ხვალ ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ალბათ ესეთი ბოლო მოგეკანე წავიდა, დაატოვა ძალიან დიდი წიგნი, თუ როგორ ისმინება გემონებიანი მუსიკა. უკანასკნელი მოჰიკანი, რომელზეც რომარ ცხილაძე საუბრობს, კომპოზიტორი ნოდარ გიგაურია. 13 აგვისტოს ის 80 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. რომარ ცხილაძე იხსენებს, რომ ნოდარ გიგაური მისი უფროსი მეგობარიც იყო და მრჩეველიც. საკუთარ ნაწარმოებებთან დაკავშირებით მისგან შენიშვნებსაც ხშირად იღებდა. ის ძალიან დიდი მუსიკოსი არის, მე მაშემელია მასზე წასვლაში ვილაპარაკო და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი თაობა, მომავალი თაობა იმ საგანძურს, რაც ნოდარი დატოვა, აღურძილდება. ჩემი თბილისი და პიროსმანი არ ვიცი ასე რამ შემახმარა. ბევრმა არ იცის, რომ თემურ ციკლაურის მიერ შესრულებული ფიროსმანის ავტორი სწორედ ნოდარ გიგაურია. მასვე ეკუთვნის ბევრისათვის საყვარელი ზღვისფერი გაქვს თვალები, მე თბილისელი ბიჭი ვარ და აპრილი მოდის. ახლობლები იხსენებენ, რომ მან წარმატებამდე რთული და ხანგრძლივი გზა განვლო. 70-იან 80-იან წლებში მისი სიმღერები შლაგერებად ითვლებოდა. მუშაობდა კლასიკურ ნაწარმოებებზე და ქმნიდა საესტრადო სიმღერებსაც. ჩემთვის სრულიად ნორმალური მდგომარეობა იყო ესეთი პოპულარული ადამიანის გვერდით ყოფნა, პრინციპში მე რაღაც უფრო ესეთი
გრძნობაც კი მქონდა, რომ თითქოს ესეთი პასუხისმგებლობაა, სადაც თხილად უნდა იყო. საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს ხვალ საკუთარი სახლიდან პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიაში გადაასვენებენ. 2 საათზე კი ბერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ირანმა ურანის გასამდიდრებლად ახალი ქარხნის მშენებლობის თარიღი გამოაქვეყნა. ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის მეთაურმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ ურანის ახალი ქარხნის მშენებლობა მომავალი წლის მარტში დაიწყება. ახალი ქარხანა ირანის ბირთვული პროგრამის გაფართოების გეგმის ფარგლებში აშენდება. გეგმა 10 ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებს, თუმცა ტერიტორია, სადაც ობიექტების მშენებლობა იგეგმება, ამ დრომდე დამტკიცებული არ არის. ირანში უკვე არსებობს ურანის გამდიდრების დიდი ქარხანა ნატანზე, რომელიც ქალაქ ქუმში მდებარეობს. მეორე ქარხნის არსებობა კი ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ურანის გამდიდრებისთვის და ბირთვული პროგრამის სრულყოფილი წარმოებისთვის მათ სულ 20 ქარხანა ესაჭიროებათ. კოლუმბიის კუნძულზე თვითმფრინავი Boeing 727 ჩამოვარდა. 127 მგზავრიდან 1 დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამაშველო სამსახურის ოპერატიული მუშაობის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა არ გაზრდილა. დეტალებს კი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. კოლუმბიის სან-ანდრესის კუნძულზე ადგილობრივი ავიაკომპანია აირესის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავის ბორტზე 127 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 1 დაიღუპა. დანარჩენებმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. წინასწარი ინფორმაციით Boeing 727 დაშვებას ცდილობდა, როდესაც მას მეხი დაეცა, რის შემდეგაც დაცემისას თვითმფრინავი ორად გაიყო. კოლუმბიური მედიის ინფორმაციით, სამაშველო სამსახური ავარიის ადგილას ძალიან ოპერატიულად მივიდა და დროზე დაიწყო სამუშაოები, რის გამოც ავტოკატასტროფის მსხვერპლთა რაოდენობა აღარ გაზრდილა. თვითმფრინავში ჩემიდაც იმყოფებოდა, ის ახლა საავადმყოფოშია, თუმცა ჩემთან დარეკვა მოახერხა და მაცნობა, რომ ახლა კარგად არის. კატასტროფის დროს დაზარალებულთა შორის რამდენიმე ათობით უცხოელი, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების 6 მოქალაქე, 5 ფრანგი, 4 ბრაზილიელი და 2 გერმანელი იყო. დაზარალებულები სან-ანდრესის საავადმყოფოში მიიყვანეს. უკვე დაწყებულია ავიაკატასტროფის გამოწვევი მიზეზების გამოძიება. ინდოეთის ქაშმირის შტატში საპროტესტო აქციები და შეტაკებები გრძელდება. პოლიციამ დემონსტრანტები რეზინის ტყვიებით მოიგერია და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. ქაშმირში შეტაკებები უკვე 2 თვეა გრძელდება, რის შედეგადაც 57 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის ხელისუფლება უკვე რამდენიმე კვირაა ქაშმირელებს სიმშვიდისკენ ამაოდ მოუწოდებს. ქაშმირის მუსულმანი მოსახლეობა უკვე 10 წელია ინდოეთისგან დამოუკიდებლობას ითხოვს. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს რამადანის განმავლობაშიც განაგრძობენ. ამას გარდა ქაშმირში 15 პოლიციელი დააკავეს, რადგან მათგან ერთ-ერთმა ქაშმირის მაღალჩინოსანს ფეხსაცმელი ესროლა. დემონსტრანტები დაკავებული პოლიციელების გათავისუფლებასაც ითხოვენ. სამხრეთ აფრიკის ავტომწარმოებლები General Motors, Toyota და სხვები გაფიცვის დაწყების დღიდან 24 საათში გაუცემელი პროდუქციის სახით 2100 ავტომობილს კარგავენ. სამხრეთ აფრიკაში მუშებმა ხელფასის 15%-ით ზრდის მოთხოვნით აქცია მოაწყოს, რასაც იაპონური Toyota-ს და გერმანული Bayer-ი ჩმოტორი ფარკის ქარხნების დახურვა მოყვა. გუშინგი ქარხანა ამერიკულმა General Motors-მაც დახურა. სამხრეთ აფრიკის საავტომობილო მრეწველობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ში ადგენს და ქვეყნის უდიდესი სამრეწველო ექსპორტიორია. პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში მეხანძრეები ქარიშხლის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ქარიშხლის შედეგად პრაღაში 5 ადამიანი დაზარალდა. მოგვიანებით კი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა. ანალოგიური მდგომარეობაა რუსეთშიც. რამდენიმე კვირიანი გვალვის შემდეგ ქარიშხალი დაიწყო. კვირას საღამოს პოლონეთში მომხდარმა ძლიერმა ქარიშხალმა უამრავ სახლს სახურავი ახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. პოლონეთის სოფელ სადიკიერსში დღეს მეხანძრეები გუშინდელი ქარიშხლის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. ძლიერმა ქარმა ხეები ძირიდან ამოიღო. სოფელ გოლუბ-დობრჟინის ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხანძარი წამებში გაჩნდა, თუმცა მათ შინაური ცხოველების გადარჩენა მოახერხეს და არავინ დაზარალდა. ეს ყველაფერი წამებში მოხდა. თან ძლიერი ქარი იყო და თან ქუხილის საშინელი ხმა ისმოდა. გვეგონა, რომ სახლი მთლიანად დაინგრეოდა. გასულ ღამეს ქარიშხალი ჩეხეთსაც დაატყდა თავს. ქვეყნის დედაქალაქში ძლიერ წვიმას სეთქვა მოჰყვა. ქარიშხლის შედეგად პრაღაში 5 ადამიანი დაზარალდა. საცხოვრებელი სახლების უმრავლესობის სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა. სამშველო სამსახურის თანამშრომლები მოსალოდნელი სტიქიისთვის წინასწარ მზად იყვნენ. მეტეოროლოგების ინფორმაციით ძლიერი წვიმები ჩეხეთში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. რამდენიმე კვირიანი გვალვის შემდეგ რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთშიც ქარიშხალი დაიწყო. ძლიერი ქარიშხლის შედეგად სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსი მეტეოროლოგების პროგნოზი იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ-დასავლეთიდან შემოსული ცივი ქარი მოსკოვში კოკისპირულ წვიმებსაც შემოიტანდა გამართლდა. რუსეთის დასავლეთ რაიონებში კი ხანძარი ისევ მძვინვარებს.